მოგესალმებით. დღეს ჩვენ ერთად ჩაუღრმავდებით ერთ ძალიან საინტერესო რომანის ნაწყვეტებს. ამბავი ეხება ბოთლში მოქცეულ წერილს, ქალს, ტერეზას, რომელიც მას პოულობს და კაცს, გარეთს, ვინც ეს წერილი დაწერა. კი, და ჩვენი მიზანია აი ამ ფრაგმენტებით აღვადგინოთ სურათი. ვნახოთ, ეს უბრალოდ დამთხვევა იყო, თუ, ბედის წერა, როგორი იკვეთება მათი წარსული, აწმყო და რას გვეუბნება ეს სიყვარულზე, დანაკარგზე და ხელახლა პოვნის შანსზე. საინტერესოა, მოდი დავიწყოთ თვითონ წერილის ამბით. მისი მოგზაურობა ხომ მართლაც ეპიკურია. ნამდვილად, წარმოიდგინეთ 26 დღეს 728 მილი ოკეანეში, დინებები, შტორმები, მეთევზის ბადეც კი იყო გზაზე. და მაინც გადარჩა. კი, გადარჩა და საბალო ჩეტენის სანაპიროზე გამოირიყა. აი ეს დეტალები ხაზს უსმამს, თუ როგორი, ესე იგი, წარმოუდგენელი იყო მისი პოვნა, თითქოს ვიღაცამ ან რაღაცამ მიიყვანა ის პირდაპირ ტერეზამდე. ხო, და აქ ჩნდება ტერეზა ოსბორნი. ის, როგორია, განქორწინებული 12 წლის ბიჭის, კევინის დედაა, ბოსტონში მუშაობს მიმომხილველად, შვებულებაშია კეიპ კოდზე, ცდილობს რაღაცნაირად შინაგანი სიცარიელე შეავსოს. და სწორედ ამ დროს სირბილისას პოვულობს ამ ბოთლს. შეიძლება ითქვას, რომ მისი გული იმ მომენტში მზად იყო ამ გზავნილისთვის, იმ ტკივილის და სიყვარულის გასაგებად, რაც ამ წერილში იყო. გასაგებია. და ავტორი, გარეტი. ის როგორია? გარეტი ამ ტკივილის განსახიერებაა პრინციპში. უილმინგტონში ცხოვრობს, ნავებს არემონტებს, მყვინთავია და უკვე 3 წელია, რაც თავის ცოლს, კეტრინს, გლოვობს. 3 წელი. დიახ, და ეს წერილები, რომლებსაც კეტრინს წერს და ოკეანეს ატანს, მისი უსაზღრო სიყვარულის და იმ ღრმა მწუხარების გამოხატულებაა. ეს მწუხარება მის ცხოვრებას თითქოს შთანთქავს. და ტერეზა, როცა ამ წერილს პოულობს, რა ხდება მერე? ის იმდენად შთაბეჭდილების ქვეშაა, რომ თავის მეგობარს და რედაქტორს დიანას უზიარებს. აჰა, და დიანას თავაზობს მისი გამოქვეყნებას. კი, ანონიმურად. და ეს ხდება კატალიზატორი. მერე კიდევ 2 წერილს პოულობენ. აქ რა თქმა უნდა ჩნდება კითხვა, რამდენად სწორია სხვისი პირადი ტრაგედიის, თუნდაც ანონიმურად გასაჯაროება. მართალია, ეთიკური დილემაა, მაგრამ სწორედ ეს აძლევს ტერეზას შანსს, რომ გარეტის ვინაობა დაადგინოს. და ის მიდის უილმინგტონში მის საპოვნელად. დიახ. მათი პირველი შეხვედრა ნავსადგურშია. ცოტა უხერხულია თავიდან, მაგრამ მერე გარეტი თავისი ნავით გასეირნებას სთავაზობს. ნავით, რომელსაც ჰაპენსტენსი თქვია. ჰაპენსტენს, შემთხვევითობა, სიმბოლურია არა? ზუსტად. და აი სწორედ იქ ნავზე იწყება მათი დაახლოება. უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ ისტორიებს, ტერეზას განხორცინება, გარეთის დანაკარგი და ურთიერთობა ღმავდება. ვიზიტები უილმინგტონში, ბოსტონში, ერთმანეთის ოჯახის წევრებსაც ეცნობიან. კი, გარეტის მამას ჯაბს, ტერეზას შვილს, კევინს. თითქოს ყველაფერი კარგად მიდის. მაგრამ აქ ჩნდება მთავარი პრობლემა, ხო? დიახ. მთავარი კონფლიქტი შეუძლია კი გარეთს, აი ამ ხელა დანაკარგის მერე, წარსულის ჩრდილის გარეშე შეიყვაროს. ის ბოლომდე ვერთმობს კეთრინის ხსოვნას, კეთრინი მისთვის ისევ ცოცხალია, მის ფიქრებში, წერილებში. ტერეზას კი სჭირდება სრულფასოვანი ურთიერთობა, სადაც მეორე ქალი საჩრდილი არ იდგება. და როცა გარეტი სთხოვს უილმინგტონში გადმოვიდეს საცხოვრებლად, ეს დაძაბულობა კიდევ უფრო მწვავდება. კულმინაცია ალბათ მაშინ დგება, როცა გარეტი შემთხვევით პოულობს იმ წერილებს, რომლებიც ტერეზამ შეინახა. კი, და ეს იწვევს ძალიან მტკივნეულ კამათს და საბოლოოდ დაშორებას. აქ საინტერესოა ღალატის განცდა. ტერეზა თავს დამნაშავედ გრძნობს, რომ თავიდანვე არ უთხრა სიმართლე. გარეთი კი თავს მოტყუებულად გრძნობს. ეს აჩვენებს, როგორი მყიფეა ნდობა, განსაკუთრებით ასეთ რთულ ემოციურ ფონზე. და რა ხდება მერე? გარეთისთვისაც ალბათ ძალიან მძიმეა. განადგურებულია. მამამისი ჯები ურჩევს, რომ გაუშვას წარსული, შეეგუოს. და გარეთი თითქოს მზადაა. წერს ბოლო გამოსამშვიდობებელ წერილს კეთრინისთვის.
და ტერეზასთვისაც. დიახ, და მეორე წერილს ტერეზასთვის პატიებას თხოვს და სიყვარულს უხსნის. მაგრამ ბედის წერა ან მისივე შინაგანი ლტოლვა ტრაგედიისკენ. ის შტორმში გადის ნავით, ჰეფენსთენსით, კეთრინის ბოლო წერილის გასაშვებად და იღუპება. რა ტრაგიკურია? და ტერეზა? ტერეზა ამის შესახებ ჯებისგან იგებს. მოგვიანებით კი პოულობს ბოთლს, რომელიც გარეთმა სიკვდილის წინ სწორედ მისთვის გაგზავნა. ეს არის მისი საბოლოო სიყვარულის ახსნა და პატიების თხოვნა. და ამბავი სრულდება 1 წლის შემდეგ, ხო? როცა ტერეზა თვითონ წერს წერილს და ბოთლით უშვებს ოკეანეში. კი, ეს ერთგვარი სიმბოლური დასასრულია. წარსულის გაშვება, მაგრამ იმავდროულად იმის აღიარება, რომ ეს კავშირი თუნდაც მტკივნეული, სამუდამოდ მისი ნაწილი იქნება. მოკლედ ეს ნაწყვეტები გვიყვება არა მხოლოდ სიყვარულზე, არამედ მწუხარებასთან ბრძოლაზე, იმედზე. და იმაზე თუ როგორ შეიძლება ერთმა, თითქოს უბრალო შემთხვევითობამ მთელი ცხოვრება შეცვალოს. დაწერილი სიტყვების ძალაც აქ აშკარაა. ნამდვილად. და ალბათ მთავარი კითხვა, რასაც ეს ისტორია ტოვებს, არის ის თუ რა გვაკავშირებს ადამიანებს სინამდვილეში. ხო, გაზიარებული მომენტები. დაწერილი სიტყვები თუ რაღაც უფრო მიუწვდომელი ბედისწერასავით. და როგორ პოულობთ სიმშვიდეს დიდი დანაკარგის შემდეგ, წარსულის სრულად დავიწყებით თუ მისი როგორც ჩვენი ნაწილის მიღებით. ამაზე დაფიქრება ღირს.